Ahí le tienen lleno de ritmo, entra en el Honda Center de Anaheim de California. El retador, el invicto, el matador. Აი ასე შეგიძლიათ გაალამაზოთ მოკლედ თქვენი სახლის ექსტერიერი თუ ინტერიერი. გამარჯობა. გადავწყვიტე რომ ავაშენო პატარა ხის ეკოსახლი და ყველა ეტაპი გადავიღო. Many months later. მოკლედ ავაშენე ხის ეკოსახლი და თქვენთან ერთად გავიარე ყველა ეტაპი როგორც დაგპირდით. მოდი გაჩვენებთ. დასრულდა ძირითადი ყველა ეტაპი, თუმცა არის დარჩენილი გარკვეული ნიუანსები, რომელსაც ისევ და ისევ თქვენთან ერთად გადავიღებ და გაჩვენებთ. აი ისიც ასე გამოიყურება. კარი უკვე ჩამონტაჟებულია, ასევე გასაგორებელი დარაბებიც მზად არის, თითქმის და პატარ-პატარა მცირე ნიუანსები სახს სულ მალე დაამშვენებს მოპირდაპირე კედელზე, რომელიც ჯერჯერობით ცარიელია. ფერადი ფანჯარა, რომელიც გაანათებს მთელ სახს დღის მანძილზე მზის ფერებში. ხოლო შიგნით გასაკეთებელი დარჩება მეორე სართული, ეგრეთ წოდებული ანტრესოლი, სადაც განთავსებული იქნება საძინებელი. აქეთ სამზარეულოს მოძრავი ფანჯარა, ხოლო წინ ეს არის ჩვეულებრივი აივანი. მოგესალმებით ყველას, ვისაც აინტერესებს ხის სახლის მშენებლობა. მე მიშო ვარ, ეს ჩემი YouTube არხია ფერმა და სახლი და სერიები ააშენე შენით, რომლის ფარგლებშიც ვაშენებ ხის სკანდინავიური ტიპის სახლს და ვიღებ ყველა ეტაპს, რომლისგანაც შედგება ეს პროცესი. მოკლედ ასეთი ამბავია, ძალიან კარგმა ხალხმა Art Glass Studio ჰქვიათ. გამომიგზავნეს აი ესეთი არაჩვეულებრივი ფერადი მინა შუშა მზე. რატომ მზე? ეს ჩემი თქმა უნდა იყო, იმიტომ რომ ვაპირებ რომ ჩემი სახლის მეორე კედელზე, რომელიც აი აქეთ მხარეს არის და რომელსაც ჯერ არც ერთი ფანჯარა არ აქვს, აი სრულიად ცარიელი კედელია. ამ კედელს უდგება ყველაზე მეტად მზე. და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ აი იქ ზემოთ კუთხეში ჩავამონტაჟო ესეთი მრგვალი ფანჯარა, რომელშიც ჩახატულია მზე, ფერადი მზე და რომელსაც მთელი დღის მანძილზე მზის სხივები დაანათებს და სახლში დაიღვრება ზუსტად აი ეს თბილი ფერები, რომელიც ჯერ არ ჩანს კარგად, იმიტომ რომ მუქ კედელზე მაქვს მიყუდებული, ვეცდები აქეთ გამოვწიო და დაგანახოთ მისი დიდებულება. აი ისიც. ხო მეთანხმებით ხო რომ ძალიან ლამაზია. ხო, შუშის ჩარჩოზე საკმაოდ ბევრი ვიფიქრე და ბევრიც ვიწვალე, იმიტომ რომ არ აღმოჩნდა მარტივი მრგვალი ჩარჩოს დამზადება ხისგან, ისეთი რომ იყოს მყარი და დამჭირდა გამეკეთებინა მეტალის სარტყელი, სალტე გარშემო და ასევე შიგნით შიდა გულიც მეტალის აქვს და სამაგრები, რომლითაც ერთმანეთს უკავშირდება გარე და შიდა გული. ჯერ შეწებებულია ჩვენი შუშა ამ ჩარჩოზე, იმისთვის რომ ჰერმეტულად იყოს, ამასობაში მინდა რომ კედელი ამოვჭრა მრგვალად და გავამზადო ეს ყველაფერი. მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა Art Glass Studios AGS-ი, შეგიძლიათ ასე ნახოთ როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე და TikTok-ზე, ასევე ამ ვიდეოს ქვეშაც იქნება მათი სოციალური ქსელის მისამართები. ეს არის ძალიან საინტერესო ხალხი, ძალიან ლამაზ საქმეს აკეთებს, თითეული მათი ნამუშევარი ძალიან ამდიდრებს ჩემი აზრით ყოველ სახლს თუ ოფისს თუ იმ სივრცეს, სადაც გადაწყვეტთ რომ ასეთი ფერადი შუშა ჩასვათ. ჩემ შემთხვევაშიც ვფიქრობ რომ ეს
უკვე იქნება ამ სახლის მთავარი სავიზიტო ბარათი და დამახასიათებელი ნიშანი და სახლის სახელსაც შეიძლება მომავალში დაუკავშირდეს სწორედ ეს დეტალი. მოკლედ კედელში ხვრელი გაკეთებულია. აი ასე გამოიყურება. ოთახი უკვე გაანათა. აი ამ პატარა წრემ და ფიქრობ რომ ჩვენი ფერადი შუშის ჩასმის შემდეგ იქნება აზე იდეალური ეს ადგილი. ხმებიდანაც ხვდებით გამიწვიმდა და დროებით გაჩერდა ფანჯრის ჩასმის პროცესი, ამოვქოლე ეს ჩვენი წრე და მოკლედ ამინდის გამოსვლასთან ერთად გავაგრძელებ ფანჯრის ინსტალაციას. აბა გავს ხო ჩიტის ბუდეს. ერთჯერობით ჩიტის ბუდებს გავს, მაგრამ ძალიან მალე გახდება ულამაზესი ფანჯრა. მაშასე ჩიტების ბუდე გადაიქცა ნამდვილ მზის სახლად. აი ისიც. ძალიან გაალამაზა ვფიქრობ სახლი და შესძინა სულ სხვა ელფერი. ყველას გირჩევთ რომ ითანამშრომლოთ Art Glass სტუდიასთან. ნებისმიერ ადგილას ეს იქნება ინტერიერში თუ ექსტერიერში, აი ასეთი ლამაზი შუშა, თუნდაც თქვენი დიზაინით, ამ ხალხს ოქროს ხელები აქვს და ყველაფერს შეძლებენ, აი ასე შეგიძლიათ გაალამაზოთ მოკლედ თქვენი სახლის ექსტერიერი თუ ინტერიერი. მე ძალიან მომწონს, რა ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ? გონი ძალიან ლამაზია. აქედან ეხება მზის სხივების სახლს და შესაბამისად მთელი დღის მანძილზე აი ეს არაჩვეულებრივი ფერადი შუშა გაანათებს მთელ სახლს აი ამ ლამაზ ფერებად, თბილ ფერებში და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა Art Glass Studios და წარმატებები მათ და ყველას ვინც შეჭიდებულია მშენებლობის საქმეს.